როგორ ხართ მეგობრებო? თმა შეღირება ეხა, როგორც ხედავთ. ეხა არ ეტყობა ფერი როგორი არის, იმიტომ რომ სველი არის სულ თმა. თან ეტაპობრივად დავიწყე გოზინაყის გაკეთება. არ ვიცი როგორ გამომიიღო. პირველად ვაკეთებ ზუსტი რეცეპტით. ისე ვაკეთებდი ხოლმე ჩემი თვალის ზომით. და ნახოთ რა იქნება. ეხა დავიბანე თავი. ნიკოს ვჭრი და ეს თმა ტილოსთან მოვიხვია ხა გავაგრძელო და ეტაპობრივად გაგიზიარებთ თქვენს ზუსტად როგორ ვაკეთებ რამდენი გრამი რაჭირდება ოღონდ თქვენ დაგიწერთ 1 კილო ნიგვზით რომ გააკეთოთ მე ვაკეთებ 9 კილო ნიგვზით რადგან თან მინდა რომ დავტესტო სიმართლე რომ გითხრათ რომ არ მოგატყუოთ თან მინდა დავტესტო და თან არ მინდა ბევრი გავაკეთო ამ შემთხვევაში ვნახოთ თან რამდენი გამოვა 9 კილოთი და თუ კარგი და ძალიან მაგარი გამოვიდა რა თქმა უნდა ვიდეოსაც დავდებ და პლუს შემდეგშიც გავაკეთებ კიდე 9 კილოს მერე რა 9 კილო ნიგვზით და ნახოთ რა იქნება და გონი რა გამომივა ასეთი ის მაქვს ემოცია მაქვს ნახოთ არ ვიცი და ეხა დავიწყე გაკეთება განახებთ როგორ დავიწყე გაკეთება რანაირად და თან ეტაპობრივად გაგიზიარებთ დარჩით შემდეგ ეხლა დავიწყე უკვე გაკეთება ჩემი არ არის კამერაში უფრო შავი ჩანს მაგრამ არის ყავისფერი ფერის არ მაქვს თეთრი ფერის კაკალი ასეთები არის უფრო მეტით აქ ძალიან ფითქნები თლად ვერ ვნახე როგორც იყო მაღაზიაში ისეთ წამოიღე მაგრამ ასეთი შავი არ არის იმიტომ რომ კამერაც სხვანაირად არ იქავს ნუ როგორიც არის ეს არის აი აქ უფრო არ აღიქოს ხონი ანუ ესეთ შავში არ არის ანუ ყავში ყავისფერი ფერი აქვს ესე იგი მე ავიღე 9 კილო როგორც გითხარით კაკალი ავწონე და ისე დავჭერი ასე და როგორ ვჭრი განახებთ ახლა. ეხლა გასწავლით მე თქვენ. შოულებრივ ავიღე დანა. ადრე ვჭრიდით ხოლმე, ანუ ასე ხომ გახსოვთ წვრილად ხელით. ანუ მას არ შვებით. შოულებრივ ანუ ხელის მოძრაობით. ანუ სხვილებით შეერევა, წვრილით შეერევა ეგ არაფერი არ არის, ანუ თქვენ მიხვდებით, სადღაც გააჩეროთ. და ანუ ძალიან რო არ დაწვივდეს რა კაკალიც. აი ასე. აი. და ასე გავაკეთებ ყველას. 9 კილოს ასე დავჭრი. საკმარისი არის. აი. არც მსხვილი არის, არც ძალიან წვრილები არ არის. აი ასე. და ეხა აი დანარჩენსაც გავაკეთებ ასე. და განახებთ შემდეგ ტაფაში რამდენი უნდა ვქნათ 1 კილოზე, 1 კილოს გასწავლით თქვენ თაფლი. და შემოგიერთებთ. ამას დავამთავრებ ბარემ და მოვა. და ეხა ეს არის ერთხელ გადათქვამული 1 კილოზე დაგჭირდებათ 350 გრამი თაფლი და 5 კოვზი სუპის კოვზი შაქარი. თაფლი გამოვიყენე 150 გრამამდე ნატურალური 9 კილოზე. 9 კილოზე დაახლოებით 174 გრამი დაჭირდება. თაფლი და 2 სუფრის კოვზი, 2 სუფრის კოვზი 9 შაქარი დავამატე. შემდეგ ეხა მე დავამატე 9 კილოზე გეტყვით და ქვემოთ დაგიწერთ ზუსტად რამდენი დაგჭირდებათ შაქარი, თაფლი 1 კილო კაკალზე ზუსტად რომ გააკეთოთ გოზინაყი. 2 კილო ხო ესე 2 სუფრის კოვზი 2 სუფრის კოვზი 9 დავამატე მე შაქარი 2 სუფრის კოვზი 9 დავამატე შაქარი რომ არ მოგატყუოთ
და წამოვადუხე. შემდეგ და ვანილიც თუ გაქვთ, ან თუ თქვენი სურვილი არის, შეგიძლიათ ვანილი დაამატოთ. მე დავამატე ცოტა ვანილი, ძალიან ციკვი. და ეს მეორე თუ წამოვადუხო, პირველად წამოვადუხე გავაცი ხა, როგორც ხედავთ გაცივდა, ეხლა ისევე წამოვადუხებ და გავაცებ და მე ისევ წამოვადუხებ და გავაცებ, სამჯერ გავიმეორებ ამას. და შემდეგ უკვე ჩავყრი კაკალსაც და მე განახებთ როგორი გამოვა. კაკალს პირველი არ ყრით, ზოგი ყრის პირველს ჯერ კაკალს, მაგრამ ასე ვაკეთებ და ვნახოთ რა გამოვა რა. მეც არ ვიცი როგორი გამოვა ჯერ. უკვე მესამედი წამოვიდე. ეხლა ამას გადმოვდგავ, გავაციებ და უკვე მეოთხეთი მიგოს ჩავყრი. როგორც ხედავთ, უკვე მეოთხეთი დავადგი, ადუხდა და ეხლა უნდა ჩავყარო ნახევარი კილო კაკალი, ასე დაჭრილია და ხედავთ თქვენს. და ეხლა უნდა ამოვურიოთ, სანამ ერთმანეთში კარგად არ აირევა და ერთი მასა არ იქნება. აი ესეთი მასა მივიღეთ, მაგრამ ვურევ კიდე. რამოდენიმე წუთი აურიეთ თქვენს და შემდეგ შეგიძლიათ გამორთოთ და მზად არის უკვე. გადავიტანოთ დაფაზე მერე, თუ ხის დაფა გაქვთ, უკეთესი არის, რა თქმა უნდა. ეხლა მე გადმოვიტანე ქაღალდზე. და შემდეგ ისევ იგივე ქაღალდს დავაფენ ზემოდან, რომ გავასწორო, მაგრამ თავიდან სველი ხელი დამჭირდება, რა თქმა უნდა და წყალი ვინც არ იცით, წყალი აუცილებელი არის, რომ შეკრათ მასა და უფრო გაგიადვილდეთ თქვენ როგორი ფორმაც გინდათ, რომ იმ ფორმაზე მოიყვანოთ. აი ეს. აი ასეთი. მზა არის უკვე, მზად არის დაჭრილები, არ მომიწია დაჭრა და ეხლა გადავიტანე. გადმოვიტანე ეხლა მასა. ასეთი გასაბრწყლებელი დაგჭირდებათ და წყალი რა თქმა უნდა და დავიწყებ ეხლა. დავიწყებ ეხლა. ყურადღებით იყავით ხოლმე მორევის დროს, რომ არ დაგეწვათ, რადგან ოდნავ დამოგვიანდა გადმოღება ვიდეოს გადაღების გამო და ოდნავ მიიბრაწყა ზედამხარე, აი ბევრი ყოლა არა, აქ-იქ, მაგრამ არა უშავს უფრო ხრაში უნდა გამოვა. და შეგიძლიათ ესეც დაასველოთ და უფრო ერთ იმაზე წავა, მაგრამ არ მინდა რომ თხელი გამომივიდეს. აი რაც მართლა მთავარი არის, მართლა არ მინდა რომ თხელი გამომივიდეს. ცოტა სქელი მინდა რომ იყოს. და ძალიან ის არ მინდა თხელები რო არის ხოლმე. თხელებს რო ჭრიან ხოლმე ძალიან და პირში რო არ იგრძნობა ხოლმე არ მიყვარს მას. ცოტა ისეთი არასწორი ფორმა მივეცით ძალიან, მაგრამ არა უშავს. როგორიც შემეწმო, ასე. ასე. კუთხეც მივცემ ახლა. თავიდან მე არასწორად დავიწყე ჩემი აზრით. ხალხთანები არ მეკეთია, მაგრამ არა უშავს, თქვენ ხომ არ ჭამთ, მე ვჭამ. ჩემი ოჯახის წევრები შეჭამენ. თქვა უნდა. არ მინდა რომ ძალიან თხელი დავაკეთო, აი. ჩემი ერთი ის მინუსი ეგაა, რომ ვცდილობ ხოლმე ხან არ გამოვიდეს. მაგრამ ეხლა ამას ერთი 10 წუთი უნდა დაველოდოთ, რომ გაშლეს. გაცივდეს უფრო და გაშლეს. ამას ავიღებ კიდევ ერთ. ზემოდან იმას ვიზამ. ვთქილეთ რომ ხელი არ დაიწვათ ეს თემა. დავაფინე და ბევრი ხელების ტყლაპული არ მეწევს ზემოდან ქაღალდზე ვადებ. როგორი გამოვიდა. გონი კარგი არის. ცოტა გავსუჯეთ.
აუგებელა. ხოცერია. მას დაველოდები ხა. 10 წუთით საკმარისია. იდეალური ზომა ჩანს. რა, ვისთვის როგორ ალბათ. ცოტა ამაში ასე მიაჭირეთ, რომ ერთი მასა გამოვიდეს და შტატრის დროს რომ არ დაიფანტოს აქეთ იქით და ასე წყალი აღარ უნდა წავიღებ. ძად არის უკვე ამას წავიღებ, გასარიცხად. ტაფაში წყალი ეგრევე ჩაასხეთ, აუცილებელი არის, რადგან ხმება ეგრევე. ხელი დავიბანე. ეს გადავდებ ამას. ეს გამოვიდა. იდეალური გამოვიდა. ეხლა დაველოდები 10 წუთს. და შემდეგ ერთად დავჭრათ დროებით. აი ესეთი გამოვიდა. სისქე, რა ვიცი, ნორმალური არის, არ არის არც თხელი, არც ძალიან სქელი, მაგრამ ეს სქელი მიყვარს, სქელები რო არის. ფერი კამერაში ძალიან მუქი ჩანს, მაგრამ ძალიან ლამაზი ფერი არის, მაგრამ რა თქმა უნდა, კაკალი თუ გაქვთ თეთრი, უკეთესია თეთრი ფერის გამოიყენეთ, რადგან უფრო ლამაზიც გამოვა. მაგრამ უგემრიელეს კაკალი არის არ მაგ მხრივ. ფერი აქვს ძალიან უბრალოდ ცუდი, მუქი ფერის. და 10 წუთს ველოდები. 10-15 წუთით შეგიძლიათ, უფრო ალბათ 10 წუთს ვნახავ რა, შევხედავ. ეხლა დავიწყე დაჭრა უკვე. პატარა კუთხე ჩამოვაჭერი, რომ გამესწორებინა, აი ძალიან ისე რა, პატარა და შემეჭამა. სამწუხაროდ. ძალიან გემრიელი არის. კუთხებს მოვაჭრე, ეხლა დავიწყე დაჭრას ჩვეულებრივ. ალბათ ამ თაღალს ერთსაც ეს მომავალ რაზეც უნდა დავაყო. წაფშიც დასული თომცება. ხები ჩამოვაჭრეთ. გასწორდეს. მაგრამ არ ჭამთ ეს კუთხები, იმიტომ რომ ვერ გაგასუქებს. იმის ხო ოჯახს წევს აჭამეთ. თქვენ არ ჭამთ. ძალიან შემეჭამა მე სამწუხაროდ. პატარა. ნუ ამდენი შემეჭამა, მაინც იმექლა რომ გითხრათ. ეხლა დავიწყებ დაჭრას. ცოტა მეჩვენება რომ ოდნავ სქელია ეს მხარე, იქ ოდნავ თხელია, მაგრამ არა უშავს. ეს თითქოს შიგნით აკლია. გაცილება, ოდნავ თხელია. არა უშავს. დაახლოებით 10 წუთი ვეჭვებ დავტოვე, ანუ 10 წუთიდან 15 წუთამდე რა. მედი ჩემი ხელი არ გიშლით ყურებაში. ცოტა ძალა ჭირდება ხოლმე ხო იცით. წყალი აუცილებელია თორ წყლის გარეშე ძალიან ხდება დაჭრა. საჭამოთ თქვენ ოჯახის წევრებს საჭამოთ. რაც კარგები არ გამოვიდა და ვერ დავჭერე. აი. გონი კარგი სისქე აქვს. აუ ჩანს თუ არ ვიცი მიცა. ჩანს ხო? აი.
ტურბილი არის ისევე. მე ჩანს კარგად, აი ეს უკვე მომწეცდა. აი, ცოტა აკლია გაციება კიდევ. ეს დამეშალა ცოტა, მაგრამ მეპატიება ალბათ. ეს სისქე იდეალური არის. თუ გინდათ თქვენ გატყავოს ცოტა დამეშალა, მაგრამ მე მაპატიეთ. არ დავიდოდე გაციება ჩემ ბრალ, აი, როგორი სისქე აქვს. ესეთი სქელი მიყვარს. სქელი არის საკმაოდ. ნახევარი კილოთი საკმაოდ ბევრი გამოვიდა მიაკითხეთ. შემეძლეთ სახელმწიფოსთვის ნახევარი კილო საკმაოდია. ჩემი აზრით, მართლა საკმაოდ არის ნახევარი კილო. იმიტომ რომ რაც უფრო ბევრი მე უფრო ბევრი გეჭმევათ და მთელი კვირები ჭამთ მე. ასე. როგორც გითხარით, გაციება ოდნავ სულ აი კარგად არ მეჭრება, ოდნავ ზოგი ერთი ცალი დამეშალა, როგორც ნახეთ თქვენ. ახლა აი ესეც იშლება. ამიტომ უნდა გავასწორო. თქვენ ძალიან გთხოვთ რომ აცადოთ გაციება, აი შეგინდან თბილი არის ისევე. აუ, იდამეშალა. მოდი ამასაც ცალკე დავდებ. შეგდამეშალა. და ამასაც ცალკე დავდებ. ეცადეთ რომ ყოველ დაჭრაზე წყალში ჩადოთ, უფრო არ დაგეშლებათ მას. ასე. ახლა ისინი აღარ დაეშალა. როგორი სისქე აქვს? გიждები? სისქე. მაგრამ ცუდი ფერი აქვს ვიდეოში, შავი. არ და მართლა არ არის ასეთი. აი, მუქი ყავის ფერი არის ახლა, მაგრამ შავი მართლა არ არის. თუ მენდობით, ჩემს კაცს მენდობით. რაც გაფუჭდა. შეგიძლიათ ერთად. თუ სწორად მოიცავთ, არ დაგეშლებათ. აი ეს დამეშალა მაგალითად ხა. პირველი ეს დამეშალა და ამას ავიღებ. გამყარდება. როგორ შედებოდა. ესეც. იმიტომ რომ ცხიც ზედმეტი რო არის ცალკე მე ეგრევე იჭმევა. აი ეს. ამასაც ისრას ვიზაო. როგორი სამცელი დამეშალა რა. აი ესე მოვაჭრე. ჩემი აზრით ნახევარი კილოთი საკმაოდ ბევრი გამოვიდა. თან სქელია. თქვენ თუ გააკეთებთ უფრო თხელს უფრო ბევრი გამოგივთ რა თქმა უნდა. მაგრამ ამ შემთხვევაში მე არ გამიკეთებია თხელი, იმიტომ რომ თხელი არ მოყავს.
იმდენ კარგად შანს. ალბათ კარგად შანს აი. თუ ხედავთ. და ასე. რეცეპტს რა როგორ დაგიწერთ ქვემოთ აღწერაში და თუ მოგეწონებათ ვიდეო, უბრალოდ დამილაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ დარჩით ჩემთან და მიყურებდით მთელი ვიდეო. კარგ საღამოს გისურვებთ და კარგ ახალ წელს და ყველა სურვილის ასრულებას. რაც კი ჩანაფიქრი გქონდეთ. და დროებით გამშვიდობებით ნახვამდის.